მარშის მონაწილეები შეიკრიბნენ ილიას ძეგლთან, ბათუმის დრამატულ თეატრთან. მე შეგახსენებთ, რომ დღეს მარში მოაწყვეს სტუდენტებმა და ლექტორმა მასწავლებლებმა. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. ვიღაცები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არც მორწმუნეები ვართ, არც მამული გვიყვარს, არც ჩვენი ენა, ჩვენი ქმედებები მეტყველებენ სხვა გარემოებაზე. ჩვენ დგავართ ილიასთან, ილიას გზით, ილიას მიზნებისკენ, ილიას ოცნებებისკენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ მოქმედი ხელისუფლების ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად ისინი არიან ჩვენი მამულის, ჩვენი საერთო მამულის, ჩვენი საერთო ენისა და სარწმუნოების მტრები ნებსით თუ უნებლიეთ. ახლა ხედავთ ჩვენ თუ რა მოსდის ქართულ ენას, რას უშრებიან ბევრი თქვენგანი. ალბათ ღებულობდით კიდეც მონაწილეობას 1978 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტი უბრალოდ ადგა და გამოაცხადა, რომ საქართველოში ქართული ენა აღარ უნდა იყოს სახელმწიფო ენა. ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა. ბიზინა ივანიშვილმა არ დაუშვა იგივე შეცდომა, რაც დაუშვა საბჭოთა კავშირმა და განიძრახა, რომ ნელ-ნელა წაგვართვას ჩვენი ენა, ჩვენი იდენტობა და ნახეთ, რომ ამოიღეს ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ძალიან ბევრი ღირსშესანიშნავი ნაწარმოები ჩვენი სულნათი წინაპრებისა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები და ლექტორები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები დღეს ერთად შევიკრიბეთ, ვართ ისე ერთიანი, როგორც ძალიან იშვიათად და ჩვენთვის სტუდენტებისთვის, ძვირფასო პროფესორებო, ძვირფასო ლექტორებო, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სიტყვა და გთხოვთ, რომ გამოხვიდეთ და ორეოდე სიტყვა მოგმართოთ თითოეულმა თქვენგანმა. ეს თემუტარიელაძეა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო საფრთხესთან მუშაობა ბათუმში. ოთარ დიესამიძის ძალიან მიხარია, რომ დღეს პროფესორია პროფესორმა სწავლებელთა ბათუმის უნივერსიტეტში. საერთოდ უნივერსიტეტის თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა, ვინც უერთდება ამ აქციას. თუმცა პირად საუბრებში აბსოლუტური უმრავლესობა საბედნიეროდ ევროპულ მომავალს იესალმება და ჩვენს გვერდით არის, მაგრამ სამწუხაროდ აქციებზე რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეს მოვლენები მშვიდობიანად და ჩვენი გამარჯვებით, ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ბევრი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების ხელობა არის თავების დათვლა და არა იდეა, არა მრწამსი და არა სამშობლო სიყვარული. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ დღეს არის დიდი შემოbrunების დასაწყისი, სხვა დროს უფრო მეტნი ვიქნებით. სიმბოლურია, რომ ჩემმა წინა გამომსვლელმა სწორად აღნიშნა, თითქოს ჩვენ მეორე მხარეს, პირობითად ვამბობ, ჩვენ ერთი მხარე ვართ, ქართველი ხალხი ვართ ყველანი, თითქოს ჩვენთვის სულ ერთია სარწმუნოება, მეორე პლანზეა არა და არა. და სწორედ სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ დედა ეკლესია არ გამოხატავს თავის მკაფიო დღევან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უფრო მეტიც ამას წინათ ერთ-ერთი ეკლესიის, ქაშვეთის ეკლესიის წინამძღვარი გამოვიდა პირდაპირ და ძალიან ისეთი ცხარე კამათი გაუმართა მომიტინგებს და შემდეგ ზოგიერთ ტელევიზიებში ეს გაშუქდა, თითქოს მრევლი შეუვარდა ეკლესიის წინამძღვარს. მე მგონი ყველამ ნახეთ ეს კადრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამულიც, ენაც, სარწმუნოებაც, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კონკორდატით გამოყოფილია სახელმწიფო ეკლესიისაგან და პირიქით და იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც უნდა იყოს, მე მგონი მეტნაკლებად არის ურთიერთობა ეკლესიასთან. ჩვენ განსაკუთრებით
ფხიზლად უნდა ვიყოთ. ეხლა თუ მე არც ერთ პროცენტით არ დაუშვებს სხვანაირად დამთავრდება ეს მოვლენები, შეიძლება ჩვენი დიპლომის ძალა ფსოუსიკეთ არ ვრცელდებოდეს და წითელ ხიდსიკეთ არ ვრცელდებოდეს. მხედველობაში მაქვს ამ ბოლო პერიოდში დაწყებული საუბარი და არა გადაწყვეტილება საბედნიეროდ მხედველობაში მაქვს ევროპის ხარისხის აღიარების რეესტრში ყოფნა არ ყოფნის საკითხი. მოგეხსენებათ ჩვენ უამრავი უცხოელი სტუდენტები გვყავს და კიდევ ველოდებით მომავალ წლებშიც და თუ განათლების სამინისტრო ეს სისტემა ჩვენი პოლიტიკური მიმართულება არ იქნება ცალსახად პროევროპული, მაშინ შეიძლება რაღაცები თვითი ნიშნის ქვეშ დარჩეს. ამიტომ არის ცვლილებები საჭირო და ცვლილებებისათვის აუცილებელია დაუღლელი პერმანენტული სახალხო მღელვარება, მშვიდობიანი აქციები, რაც მიგვიყვანს ძალიან მალე მე ვფიქრობ გამარჯვებამდე. არც ამერიკის პრეზიდენტის ცვლილება, არც სხვა ტურბულენტური მოვლენები არაფერი ხელს არ შეუწყობს ამ ხელისუფლებას, რითაც აიმედებენ თავიანთ ამომრჩევლებს და ერთი წინადადებით იმასაც გეტყვით, რომ უპირველესად თავიანთი ამომრჩევლები გადააგდეს მაბადიე ჟარგონისთვის, იზახდნენ ევროპას, როგორც კი არჩევნები დამთავრდა, გამოვიდა ერთი გრძელთმებიანი ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი, მე ვიტყოდი საწყალი ბიჭი, რომელსაც ძალიან ბევრ შავ სამუშაოს აკეთებიებენ და განაცხადა, რომ ჩვენ 2028 წლამდე ვწყვეტ ევროკავშირთან ურთიერთობასო. მათ რომ დასალდეთ, არც 2038-ს გააგრძელებენ და არც 2048-ში. ამიტომ იქამდე ისინი ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ. ერთხელ კიდევ დიდი მადლობა ყველას მომბრძანებისათვის და წარმატებები, ჩვენი ყველაფერი ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. დამოუკიდებელ ერთიან უბიძინო საქართველოს გაუმარჯოს. მადლობა. ჩვენ ვიცით, რომ 4 ბათუმელი სტუდენტი და ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი იმყოფება პატიმრობაში. მათი სახელით მე მინდა თანადგომა გამოუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დღეს რეჟიმის მსხვერპლი და უკანონოდ იმყოფება საპყრობილეში. სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, მეგობრებო, გავამხნევოთ ისინი ჩვენგან. ბატონო მალხაზ, ორეოდე სიტყვა რომ გითხრათ დღეს. ჩვენ აღარ შეგიძლია ჩვენზე მეტი ძალადობა. ჩვენ არ შევშვიდებით დაგავიწყდებით და არ დავიწყდებით. მოგესალმებით მეგობრებო. მე ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ, სტუდენტები, კოლეგები, უნივერსიტეტის პროფესორები და ყველაზე კარგად ალბათ ჩვენ ვიცით თუ რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და რას ვაპროტესტებთ დღეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ დღეს რომ ყველა ერთმანეთის გვერდით დავდგეთ, თანადგომა გამოუცხადოთ ერთმანეთს, ერთად ვიყოთ იმ საერთო მიზნისათვის ბრძოლაში, რასაც ქვია ჩვენი მართლაც დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტის დაცვა, უსაფრთხოება, შვიდობა, ნამდვილი შვიდობა, რაც არის ევროპაში, ევროკავშირში და ჩვენ ამისთვის დღემდე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ უკვე, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ყველა ჩვენთაგანმა სტუდენტები იქნებიან, ესენი პროფესორები ვიქნებით თუ ყველა ადამიანი, ვინც დღეს ქუჩაში არის და აპროტესტებს, რაც ხდება ქვეყანაში, ამიტომ ჩვენი ვალია, ჩვენი ვალდებულება რომ კიდევ ერთხელ გამოვიდეთ ქუჩაში და გავაპროტესტოთ. აი ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ, თვითგამოცხადებულმა მთავრობამ, ასე შეგვიძლია თქვათ, მიიღო. პირველ რიგში ჩვენ რას ვაპროტესტებთ? ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, ის რომ ხმები წაგვართვეს ჩვენ და რეალურად არ დადგა ის შედეგი, რასაც მივეცით ჩვენ ხმა ამ არჩევნებზე. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება სრულიად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეიქმნა პარლამენტი, ამ პარლამენტმა შექმნა მთავრობა, ეხლა შემდეგ კიდე პრეზიდენტი აირჩიეს და მთლიანად მთელი ხელისუფლება არის გამოსული კონსტიტუციის ფარგლებიდან. არავინ ცნობს ამ ხელისუფლებას მსოფლიოში, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, არავინ ფაქტიურად პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას არავინ ცნობს საერთოდ ამ არჩევნების შედეგებს. ყოფილა ბევრი არჩევნები, ბევრი დარღვევა ყოფილა ამ არჩევნებზე, სხვადასხვა გაყალბებები, სხვადასხვა წლებში, თუმცა ასეთი რამ პირველად მოხდა, რაც არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ ჩვენ ამ პროცესებს ერთად არ გადავლახავთ, სერიოზული კატასტროფის წინაშე შეიძლება დავდგეთ. და ამას მოყვა კიდევ ის, რომ კარგად იცით, რომ საქართველოს
შეაჩერა ეგრეთ წოდებული თითქოს შეაჩერა, მაგრამ მანამდე ევროკავშირმა ყველამ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირმა სწორედ არ გახსნა მოლაპარაკებები საქართველოსგან იმის გამო, რომ საქართველოში ხელისუფლება და საერთოდ სახელმწიფო არის მიტაცებული, რომ საქართველოში ხელისუფლება კი არ არსებობს და მთავრობა, არამედ ერთი კაცი ბიძინა იღებს ყველაფერზე გადაწყვეტილებას. მას ეკუთვნის ყველა ხელისუფლება, ყველანაირი გადაწყვეტილება და ამიტომ ევროკავშირმა ჩვენ სწორედ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო არ გახსნა ჩვენთან მოლაპარაკებები და არა ის პროპაგანდა, რასაც ხელისუფლება ამბობს. ეხლა თითქოს მათ შეაჩერეს 2008 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები. ამიტომ ჩვენ დღეს რა დაგვრჩენია, როცა ხელისუფლების ყველა განშტოება, ყველა ინსტიტუტი ფაქტიურად არის მიტაცებული და არანაირი მეტი მექანიზმი არ გაგვაჩნია ჩვენ, ხომ ასე არა? ანუ გარდა იმისა, რომ გამოვიდეთ ქუჩაში, გავაპროტესტოთ და რაც მეტი ადამიანი გააპროტესტებს და მთელი საქართველო გარეთაა უკვე, როგორც ხედავთ, ქუჩაში და ვაპროტესტებთ აი ამ არჩევნების შედეგებს, ხელისუფლების მიტაცებას, სხვა საშუალება მე მგონი ჩვენ არ გაგვაჩნია ეხლა, ვიდრე გარდა იმისა, რომ გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ასევე გათავისუფლება ყველა იმ უკანონო დაკავებული ადამიანების, მათ შორის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და 4 სტუდენტის დაკავება, რომელთაც ჩვენ დღეს სოლიდარობა გამოვუცხადეთ და მოვითხოვოთ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ასევე დაინიშნოს, რაც მთავარია ხელახალი არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით და კიდევ ბევრი სხვა ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდება, აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს და გისურვებთ გამარჯვებას. მადლობა ბატონო მანხას. აქ მე ზოგადად, როდესაც უდიპლომო პრეზიდენტს ირჩევენ ქვეყანაში, ძალიან ვარდება ფასი დიპლომისა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავიაზროთ, ჩემო თანატოლებო, თქვენ მოგმართავთ, რომ თუ დღეს ვიღაცა თავის ძალაუფლებას, არალეგიტიმურ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა სულ ასეთ წუმპეში იქნება და დიპლომს ჩვენ ცოდნას ყოველთვის ექნება ფასი. აქ მე ვხედავ ერთ ახალგაზრდა ლექტორს, რომლის აზრის მოსმენაც ჩვენთვის იქნება, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანი და ბატონ გიგას ვთხოვრო ორი სიტყვით მოგმართოს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღეს აქ დგას ქართული საზოგადოება, რომელიც საშენებს ხვალიდან ევროპულ საქართველოს. პირველი. მეორე, უნივერსიტეტის სტუდენტების გარეშე ცარიელი კედლებია და მესამე, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში, საქართველო არის ევროპული ტიპის სახელმწიფო და საქართველოში ცხოვრობს ევროპული იდენტობის მქონე, თავისი ისტორიული, თავისი ტრადიციული ფასეულობებით გამოსწავლული ქართული საზოგადოება. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 2 კვირის განმავლობაში, 20 დღის განმავლობაში უწყვეტად იმყოფება ქუჩებში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მადლობა კიდევ ერთხელ სტუდენტ ახალგაზრდებს ამ მთავარი ღირებულებების დაცვისთვის და ჩვენს პროფესორებს, რომლებიც ყოველთვის თქვენ გვერდში იქნებიან. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. ქალბატონოია, ორი სიტყვით რომ მოგმართ. მე იგივე სიტყვოდი, რაც ჩემმა წინა გამოსვლელებმა თქვეს, ის რაც ჩვენ გვაერთიანებს დღეს არის იდეა საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების ირგვლივ. და მე მიხარია ის, რომ რასაც მე მასწავლი და ჩემი ლექტორები ძალიან ბევრი, რომელიც დღეს აქ დგას. მე მიხარია ის, როცა ჩვენ გადავწვენ ჩვენ სტუდენტებს, ეს არ იყო მხოლოდ რაღაცა თეორიული კურსები და იდეის ირგვლივ საუბრები. მე პირადად მიხარია ის, რომ დღეს ჩვენს უნივერსიტეტში ვხედავ აი კრიტიკულად მოაზროვნე, მე ვხედავ პატრიოტებს, უგანათრებულ სტუდენტებს, რომელთაც წინაშე მე მხოლოდ შემიძლია ითქვა, რომ მხოლოდ ქედს ვიხრი. და ყველაზე მეტად რაც მე ამაყება, ამათში ჩვენი უნივერსიტეტი იყო მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დედაქალაქი, წარმომადგენლები იყო პირველი, ვინც ეს საპროტესტო მუხტი დაიწყო და დარჩა გადამდები საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისათვის. მე ამიტომ ძალიან ამაყი ვარ ჩვენი სტუდენტები და ვფიქრობ, ეს პატრიოტიზმი, რაც ჩვენში ჩაიდო, ჩვენმა ლექტორებმა, მასწავლებლებმა, ის რაც ჩვენ ჩავდებით ჩვენ სტუდენტებში, ეს იყო ის რისთვისაც ჩვენ მემზადებოდით და ვიცოდით, რომ საჭირო დროს, როცა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს დასჭირდებოდა,
ჩვენ დავსგებოდით მის სადარაჯოზე. დღეს ამოცემულობაში მე მიმაჩნია, რომ კი ბატონო, მე მასწავლებელი ვარ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რასაც დღეს ვაკეთებ და ჩემი სამსახური რაც არის, მე ვდგავარ ჩემი ქვეყნის ღირებულებების, მისი მომავლის, მისი ნათელი მომავლის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და ის რაც დავიწყეთ დამოუკიდებლობის დღიდან, პირველი დღიდან იმ მიღწევებს, იმ მიზნებს, იმ ჩვენს რეალურ ოცნებებს, რაც ჩვენ გქონდა ქართულ ერს აუცილებლად მივახცევთ. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ლექტორებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, ყველას ამ ერთიანობისათვის და ზოგადად მთელ საქართველოს ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა. კიდევ ერთ ლექტორის ქალბატონო ლაი, თუ შეგიძლიათ ორი სიტყვით რომ მოგვართოთ. უნივერსიტეტიდან ეხლა ლალიანთიძე მიმართავს საქშეკრებილებს. ლალიანთიძეს პროფესორია, ფილოსოფოსი. თქვენ ახლა მის გამოსვლას მოგისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო. ჩვენ აქ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ვინც აქ ხართ, არც ერთი არა ვართ ერთმანეთისთვის უცხო. და ეხლა გზადაგზა რომ მოვდიოდით, ყველა მხრიდან მესმოდა ერთი ფრაზა, რომ აი როდემდე უნდა ვიყოთ ასე ქუჩაში, როდემდე უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია აი ასეთი დაუმორჩილებლობის სახით და მე აქ ხედავ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად 1988 წლიდან არის ჩართული ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. და ეს შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ დღეს რა ვითარებაც გვაქვს ჩვენ, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ ეხლა ვართ ზუსტად რომ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესში, იმიტომ რომ დღეს წყდება არაში და პოლიტიკური საკითხი, არამედ საქართველოს მსოფლიოსთან მიმართება, საქართველოს ცივილიზაციის სხვა დანარჩენ ნაწილებთან დამოკიდებულების საკითხი და მე ვიცი რომ თითოეულ ჩვენკას ძალიან კარგად აქვს გააზრებული და ისიც ვიცით რომ ეხლა უკან დახევა არ შეიძლება. ეხლა უკან დახევა ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიქნებით ან ფიზიკურად, არ ვიქნებით ან ამ ქვეყანაში, ან არ ვიქნებით უნივერსიტეტში და ეხლა ეს უბრალოდ ბრძოლა კი არ არის რაღაცა მაღალი იდეებისთვის და მაღალი მატერიებისთვის, არამედ ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. მაშინ, როდესაც 21 საუკუნეში ჩვენ სტუდენტებთან ერთად უნდა ვიყოთ ჩართული სამეცნიერო პროექტებში, ჩვენი ინტელექტუალური და ენერგეტიკული პოტენციალი უნდა მოხმარებული გქონდეს რაღაცა პოზიტიურის და სასიკეთო საქმეების საკეთებლად. ჩვენ სამწუხაროდ დავდივართ ქუჩებში, გამოვხატავთ ამ ჩვენს პოზიციას და ველოდებით იმ დროს, როდესაც ბოლოს დაუბრუნდებით იმ წერტილს, როცა შეიძლება რომ მშვიდობიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე, როცა აუცილებელი გახდება, რომ სტუდენტს გვერდით დაუდგეს პროფესორი არა პოლიტიკურ შეხედულებებში და არა ასეთ ქუჩის აქციებში, არამედ საუნივერსიტეტო და სამეცნიერო საქმიანობაში. მე გისურვებთ ამას, რომ დღეს ეს პერიოდები იყოს ბოლო ამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ როდესაც გავიხსენებ და გასახსენებელი ალბათ ბევრი გვექნება გვეთქვას, რომ ჩემი თაობა იყო ის თაობა, რომელმაც დაიწყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ეს მოძრაობა დაასრულა და ბოლოს მოხდილები წავალთ ჩვენ დავსახურებულ დასვენებაზე, იმიტომ რომ ქვეყანას ევროპული მომავალი შევძინეთ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ მარინას თქო ორი სიტყვით რომ მოგმართოს. მარინა გიორგაძეს მოვისმენთ, პროფესორს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო, ძვირფასო კოლეგებო, საზოგადოება, ვინც აქ ხართ შეკრებილი. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჩვენ რატო ვართ აქ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენი სტუდენტების გვერდით, ყოველთვის, როცა ეს საჭირო იქნება. ხშირად საყვედურებენ ჩვენ სტუდენტებს, რომ აი თითქოს რაღაც კანონები ირღვევა, კონსტიტუცია ირღვევა. მე მინდა შეგახსენოთ ყველას, ვინ გავიდა პირველი კონსტიტუციის შარჩევებიდან და ვინ დაარღვია პირველად ეს კონსტიტუცია, ვინ თქვა ვარი ამ 78 მუხზე, რომლის
ასეთი დამცველები და ქომაგები ვართ ჩვენ სტუდენტებთან ერთად. ამან მიგვიყვანა და აი ამის შემდეგ იმ რაღაც გაუგებარმა და არამართებულმა კანონებმა, რომელიც დაცვლილებებმა იქნა მიღებული და ჩვენ მივედით აი ამ დღემდე, რომ ჩვენი სახელმწიფო დღეს არის ძალიან ღრმა კრიზისში და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ რაღაც დისკუსია, მხოლოდ ერთმანეთისკენ გზის მონახვა და რაღაც საერთო გადაწყვეტილებამდე, ისეთ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს ახლა ამ გამოგვიყვანს ჩვენ ამ ჭიხიდან და ამ ძალიან ღრმა კრიზისიდან. ამიტომ ჩვენ ვუერთდებით აი მოთხოვნებს, რაც არის ხელახალი არჩევნები, რაც არის უკანონო პატიმრების გათავისუფლება, რაც არის დააბრუნება კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ვისაც ეს ეხება ყველასთვის. და მე ძალიან მინდა რომ თქვენ მალე დაუბრუნდეთ აუდიტორიებს, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ჩვენ არაფერი არა ვართ და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ხელისუფლებას, რომ არასდროს არ გაუმარჯვე არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც დაუპირისპირდა თავის ახალგაზრდებს და თავის მომავალ თაობას. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და ჩვენი გამარჯვება იქნება ერთობლივი და ერთიანი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მარინეს და შეიძლება ერთი წინადადება გამოვჩა, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა. გაისმის აქ-იქ რომ თითქოს ლექტორები სტუდენტებს რაღაც თავის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ. არა და არა. აქ არც ერთი პარტია არ არის. აქ არის მხოლოდ ერთი გაერთიანებული დიდი პარტია, რომელსაც საქართველო ქვია. საქართველოს სიყვარული ქვია. რომ დამთავრდება ყველაფერი, იმას ყველა პარტიას თავისი ამომრჩეველი ეყოლება, თავის პოლიტიკას გაატარებს და ასე შემდეგ. დღეისათვის ჩვენი პოლიტიკა არის სახელმწიფოს გადარჩენა და კიდევ პოლიტიკაში ნუერევით რომ იტყვიან, არისტოტელემ თქვა, რომ ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი. ჩვენ ყოველდღიური ჩვენი ნაბიჯი გარკვეულწილად პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. და კიდევ ერთი ის მინდა ვთქვა, რომ როდესაც საქართველოში არჩევნების შემდეგ თითქოს იყო აპათია გარკვეული, მინავლებული იყო ჩვენი სტუდენტების, რომელიც ერთ-ერთი ჩემს გვერდით ახლა იმყოფება და დანარჩენი კიდევ აქ არიან და ზოგი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ამათ სასახელოდ და ნებისმიერი სტუდენტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სწორედ მთელი საქართველო ამათ გააცოცხლეს და ერთხელ კიდევ დაამტკიცეს, რომ არასდროს ბათუმი არ ყოფილა რაღაც პროვინციული ქალაქი და ყოველთვის მეორე პოლიტიკური центრი იყო ჩვენი დედაქალაქის შემდეგ. დიდი მადლობა ამ სტუდენტების უპირველესობით ყველა ჩვენ სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებს, რომლებიც აქ არ არიან, მაგრამ ჩვენას იზიარებენ. ბალო. ბატონ გიორგი მასალკისთხო. მალხას. გიორგი მასალკელი უნდა როგორ არ მიყვარს მიტინგებზე გამოსვლა აქციის მასალებს ადგილი არის აკადემიური სივრცე, ხო, მაგრამ ნუ ზოგჯერ იცებს ხოლმე. ეს სათომიანი კაცი ჩემს უკან რო დგას, არის გურჯი თურქეთიდან, რომელიც მე მგონი ჩემზე კარგად იცის ქართული ენა. ძალიან ბევრი საქმე გაუკეთებია ურთიერთობების დაალაგებისათვის ქართველებს შორის თურქეთში და ქართველებზე საქართველოში და 15 წელია იმისთვის, რომ მოქალაქეობა მიანიჭოს ამ ხელისუფლებამ და 15 წელი ვერ მიუღია ამისათვის უამრავი კარგი საქმეა გაკეთებული და როგორ არიღლება ვიკვირს ყველა მიტინგზე ვხედავ. ახლა მოკლედ აქ ოთარი მილაპარაკა მე მგონი საპატრიარქოს პოზიციაზე, მე აბსოლუტურად არაეკლესიური პიროვნება ვარ და ჩემგან დაცვა არ ჭირდება და კი არ გაკრიტიკება, ასე ვთქვათ, უბრალოდ პირველად დაულაიქე საპატრიარქოს განცხადება, რომელსაც თქვა, რომ ქვეყანა მისულია უკიდურეს დაპირისპირებამდე და მოუწოდა ორივე მხარეს, თუ არსებობს ორივე მხარე მართალი ხარ, დაждენ მოლაპარაკების მაგიდაზე. ამ დაძაბულობიდან, ამ პოლიტიკური ჩიხიდან გართულებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მით უმეტეს არსებობს მხოლოდ ორი გზა. პირველი ეს არის ძალის გამოყენება და რეპრესიები და მე მგონი ყველანი ხვდებით, რომ საქართველოში ეს არ გავა, ჩვენ სხვა ყაიდის ხალხი ვართ. არავის არ მინდა ვაწყედინო, რაც ბელორუსები ვარ და არც რუსები ვარ. სხვა ხალხი ვარ. მეორე გზა არსებობს კომპრომისი. როგორ იქნება ეს კომპრომისი? არ ვიცი, რომ კონდეს რეცეპტი აუცილებლად გეტყოდით, მაგრამ არც ერთი ასეთი დაძაბულობა, ასეთი დაპირისპირება არ დამთავრებულა მოლაპარაკებების გარეშე. მოუწოდოთ ხელისუფლებას
დაждდეს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომც არ შედგეს ეს მოლაპარაკება, ეს მაინც შედეგი იქნება. ჩვენ გვეცოდინება, რომ ან ერთი მხარე არ არის მზად მოლაპარაკებისათვის, არც მეორე მხარე. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ყველაც უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ურთულესი სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ასე და ასე შემდეგ საკითხი. ეს ძალიან რთული სამართლებრივი, მაგრამ მიღწევადია. და მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ ეს სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც შევედით, მე ვერ ხედავ. ეს არჩევნები იქნება შეიძლება შემოდგომას, მაგრამ უნდა ჩატარდეს სხვა მონიტორინგით, სხვა წესებით, რომ არავის არ დაჩეს კითხვები. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ და ლალი ზაქარაძეს თხოვ ორიოდე სიტყვით რომ მოგმართოს. რომელი დიალოგი შეიძლება მხოლოდ ერთ საკითხზე, არჩევნებზე. დანარჩენი ლაპარაკი არის წყლის ნახვა და ღენისყოფა. ეს მეცოდინება ოთარ, მეცოდინება. მოგესალმებით ძირფასო სტუდენტებო და კოლეგებო. არ ვარ მიტინგების ხალი, ხმამაღლა ვამბობ. პირველად ვარ ამასაც ხმამაღლა ვამბობ. უბრალოდ არის ხოლმე ზღვარი, როდესაც სინდისი არ გაძლევს უფლებას, რომ იმ პროცესებს არ გამოეხმიანო ხმამაღლა თქვენთან ერთად, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ჩვენ დღეს სოლიდარობას უცხადებთ სტუდენტურ მოძრაობას, საერთო სახალხო მოძრაობას, ყველა გალახულ ჟურნალისტს, ყველა გალახულ და დაპატიმრებულ ახალგაზრდას, რომლებიც დაისაჯენ გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის იმ ქვეყანაში და იმ სახელმწიფოში, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი რისვაი ვაგლახით, დიდი ბრძოლით, დიდი თავდადებით და დიდი ძალისხმევით დაიმკვიდრა კავკასიის რეგიონში დემოკრატიის ფლაგმანის სახელი. და თუკი ჩვენ საქართველო დღეს ვინმესთვის ვართ ან ხვალ ვიქნებით საინტერესო და უნდა ვიყოთ საინტერესო, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქ შეფასდება და გაიზომება ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხი. ამიტომ დღეს იმის გაცნობიერება, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია, ქართული სახელმწიფოებრივი დემოკრატიული ინსტიტუციები საფრთხეშია, ქართული სახელმწიფო სუვერენიტეტი საფრთხეშია, ჩვენ მოპოვებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება საფრთხეშია, იმიტომ რომ ჩვენს თვალწინ ძალიან მარტივად და ძალიან, ასე ვთქვათ, სწრაფად მოხდა რაღაცნაირად გასვლა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და სამართლებრივი ჩარჩოებიდან. თქვათ, რატომ არის დღეს საპროტესტო, სახალხო საპროტესტო, ასე ვთქვათ, განწყობილებები და 20 დღეა უკვე, ესე იგი, მთელი საქართველო არის გარეთ. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს თაობა, რომელიც გაიზარდა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიული ღირებულებების ფონზე, ძალიან კარგად ხედავს, ასე ვთქვათ, იმ არსებით ცვლილებას, რაც ჩვენს თვალწინ შემოbrunების სახით სახეზეა. და რა არის უნივერსიტეტი? უნივერსიტეტი არის მოსწავლეების, სტუდენტების და მასწავლებლების ურთიერთობის ადგილი. უნივერსიტას მაგისტრორუმ et solarium ნიშნავს ერთობას. და მე ვერ წარმომიდგენია ერთობა უნივერსიტეტში, ეს ურთიერთობა, ან როგორ უნდა გაგრძელდეს, ან როგორი უნდა იყოს ხვალ, თუკი ეს ერთობა ღირებულებითი, მომავალი პერსპექტივების გაცნობიერება, მომავალზე ფიქრი, ეს არ იქნება რაღაც მართლაც ერთობა. იმიტომ რომ ის ყველაფერი, ის რეფორმები, რაც მრავალი წლის განმავლობაში გაკეთდა, ჩვენი უძილო ღამეები, ესე ვთქვათ, აკრედიტაციის პროცესები, ევროინტეგრაციის პროცესები, ქართული საუნივერსიტეტო აკადემიური სივრცის მიღწევები, რომელიც თვალსაჩინო იყო და 2005 წლიდან მოყოლებული ბერგენში ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან, როდესაც საქართველოს შეუერთდა ბოლონიის პროცესს, ყველა ეს მიღწევა, ყველა ეს ჩვენი გამარჯვება, ჩვენი სტუდენტების, ქართველი ახალგაზრდების მომავალი და თავისუფალი პერსპექტივა აშკარად საფრთხეშია. ამიტომ რა საკვირველია, ჩვენ სოლიდარულები ვართ ყველა იმ ახალგაზრდის
ყველა ციხეში ყოფი დაპატიმრებული ქართველი ახალგაზრდის უცხადებს სოლიდარობას, ყველა ჟურნალისტს, რომელსაც პროფესია ექცა, ფაქტობრივად პროფესიული მოვალეობის შესრულება გადაიქცა, ესე ვთქვათ, რისკის ხაზად, ხო, დიდი რისკის ხაზად. ასე რომ ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ქართულ ჟურნალისტებს, დაპატიმრებს, უკანონო პატიმრებს, ვითხოვთ მათ თავისუფლებას და რაღაცნაირად ჩვენ ერთად მე ვფიქრობ აი ეს მიღწევები, დემოკრატიის მიღწევები, ის რომ ჩვენ თითქმის რაღაცნაირად ავაშენეთ სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც სამი უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური პრინციპი ახასიათებს. თავისუფლება და თანასწორობა, გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, რა ქვია, კანონის უზენაესობა და კანონიერების დაცვა. როცა ჩვენ ხედავთ, რომ ესე იგი კანონიერების დაცვა უკანონო პროცედურებით ხორციელდება, ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს დიდ პროტესტს. ასე რომ ჩვენ ერთად ყველანი უნდა ვიყოთ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების და თანასწორობის, ადამიანის ღირსების დაცვის ამ ფუნდამენტური პრინციპების ირგვლივ და მე ვერ წარმომიდგენია დღეს უნივერსიტეტი, რომელიც ამ ღირებულების სადარაჯოზე არ დგას და ვერ წარმომიდგენია ახალგაზრდობა, რომელიც ამ ღირებულებებს ვერ საულის და ვერ დააფასებს. და ეხლა მინდა მოვიწვიო პროფესორი ლეილა ახვლედიანი, თხოვთ მოგმართოთ ბატონოთი. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი უნივერსიტეტის, პირადად ჩვენი უნივერსიტეტის მისიაში წერია, რომ ჩვენ უნდა ავღზარდოთ ლიბერალური ღირებულებების მქონე, თავისუფლად მოაზროვნე სტუდენტი. რატომღაც ამ სიტყვამ, ლიბერალურმა სიტყვამ რაღაცა დაკარგა თავისი ფერი და რაღაც ცუდი ფერი შეიძინა, მაგრამ ის რაც მისიაში გვიწერია, რისი ვალდებულებაც გვაქვს ყველა პროფესორს, რომ მივხვეთ მისიას, აღვასრულოთ მისია. სამწუხაროდ აქ მე ვხედავ ძალიან ცოტა ადამიანს, ვინც ამ მისიას ეთანხმება და ვინც ამ მისიის შესრულებისთვის გამოვა და დაიცავს იმ ყველაზე მთავარს, რასაც უნივერსიტეტების ძენენ ხოლმე ადამიანებს. ეს არის თავისუფლად მოაზროვნე, თავისუფალი აზროვნება, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი. თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი უნდა გავზარდოთ ჩვენ. თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, სხვა ვინ გააკეთებს? და მე მინდა ვკითხო ყველა იმ კოლეგას, ვინც ამდენი ხანია არ გამოხატავს თავის აზრს, თავის შეხედულებას, თუნდაც არ ვიცი, მიტინგზე გამოსვლით, თუნდაც Facebook-ზე პოსტით. მე უბრალოდ კითხვა მინდა დავსვა აუდიტორიაში რომ შედიხართ. თქვენ რას ასწავლით სტუდენტს? რა დაგრჩათ სასწაულის სტუდენტისთვის? რას ეუბნებით სტუდენტს თუ შედიხართ აუდიტორიაში? ვის ზრდით? ქალბატონ მალალი მაგნიშნა ჩემს წინ რომ ჩვენ რამდენი წელია ვიღწოდით იმისთვის რომ აქამდე მოვსულიყავით. მართლა ძალიან ბევრი წელია. 2005-დან თუ 2006-დან დაიწყო უკვე საქართველოში ამ ევროპულ სტანდარტებთან მორგება ყველა პროგრამის. რამდენი ვიშრომეთ თვითონმა ჩვენგანმა, რამდენი ღამე გვაგათენებული გადახედეთ წარსულს. და მე კითხვა მაქვს იმ ადამიანებს, მინდა ვკითხო, ვინც ჩემს გვერდით, ჩემთან ერთად შრომობდა, მუშაობდა ამისთვის. რისთვის ვიმუშავეთ? იმისთვის რომ წყალში გადავყაროთ ყველაფერი? ჩვენ აღარ ვზრდით ადამიანებს, ვისაც თავისუფალი აზროვნება შეუძლია, ვისაც ანალიზი შეუძლია? და თქვენ, ვინც ახლა აქ არ ხართ, აანალიზებთ სიტუაციას, სწორად იგებთ ფაქტებს და სწორი დასკვნები გამოგაქვთ, მაშინ აქ რატო არ დგახართ? მე ეს კითხვა მაწუხებ და ძალიან ემოციური ვარ ამ მიმართებით და მაპატიეთ, იმიტომ რომ ვერ ვმალავ ემოციას, მე მინდა მივმართო ჩემი ფაკულტეტის ხალხს, რომლებთანაც ვმეგობრობ, რომლებთანაც გავიზარდე. თქვენ რას ასწავლით სტუდენტს? თქვენ რომ ეხლა აუდიტორიაში შედიხართ, სტუდენტს რას ეუბნებით? მეტი რაღა უნდა იყოს, კიდე რა ზღურბლი უნდა გადავლახოთ, კიდე რაღა უნდა მოხდეს, რომ თქვენც გაბრაზდეთ.
სოლიდარობას უცხადებ პოლიტპატიმრებს, ყველა იმ ჟურნალისტს, ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც თავის თავზე გამოცადა ძალადობა, საშინელებაა ძალადობა და ვიმედოვნებ, რომ აღარ განმეორდება საქართველოში მსგავსი რამ, ოდესმე მივაღწევთ ისეთ საქართველოს, ჩვენ შევქმნით, არ მივაღწევთ, ჩვენ შევქმნით ისეთ საქართველოს, ჩვენ ხალხი შევქმნით ისეთ საქართველოს, სადაც აღარ იქნება მიტინგი საჭირო, სადაც ჩვენი აზრი, ჩვეულებრივი მოკვდავების აზრი გათვალისწინებული იქნება, სადაც არ შექმნიან ისეთ კანონებს, რომელთა ქვეტექსტებში უნდა ვიკითხოთ, რომ ქართული ენის ცოდნა აღარ ყოფილა თურმე საჭირო იმისთვის, რომ საჯარო მოხელე იყო. ან საქართველოს მოქალაქეობაც აღარ ყოფილა საჭირო და საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იცით რამდენი ეტაპი და საფეხურია გასავლელი. რაღაც შეიწუხებს ვინმე თავს საქართველოს მოქალაქეობისთვის, თუ ჩვეულებრივ საჯარო სამსახურშიც დავასაქმებთ. არ ვიცი სადამდე მივდივართ, კიდევ რა უნდა გააფუჭონ, რომ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ მთლიანად ყველამ ხმა მოიღოს. ვინც აქ გახართ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და პირველ რიგში დიდი მადლობა ეს ჩვენი მოვალეობაა. პროფესორებს არ ვუხდი მადლობას, აი სტუდენტებს ვუხდი მადლობას, იმიტომ რომ ყოჩახ თქვენ რომ აქ გახართ და ყოჩახ რომ აქ წვიმაში, ავდარში და საფრთხის წინაშე პირველ რიგში გახართ და პირველ ხაზში გახართ. დიდი მადლობა. მადლობა, დიდი მადლობა. და მეგობრებო, ერთი რამ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რადგან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ხალხი გველოდება, შეგვიძლია იქ გავაგრძელოთ გამოსვლები, ოღონდ ეხა მხოლოდ ერთი გამოსვლელი მოვუწიოთ და შემდეგ იქ გავაგრძელოთ. კარგი. პროფესორ ლელა თურმაინძეს ვთხოვ ოგმართოს და შემდეგ იქ გავაგრძელოთ. მარინა ქორიძის შემდეგ გაბატონი მარინა და შემდეგ კარგით. ცოტათი სიმბოლურია, მალხას ისევ ერთად გევართ. ისევ მიტინგებზე. და რაღაც მართლა კარგად გვაქვს დაწესებული. მინდა გითხრათ, რომ ჯერ მე დავიწყებ ბოდიშით, იმიტომ რომ ვერ ვაქტიურობდი მიტინგებზე გამოსვლით. ესეთ სტილი ადამიანს უნდა შეეძლოს ხმამაღალი მიმართვები. თუმცა კი ძალიან გული შემკივოდა და მტკივა. მე ვარ ერთი უბრალო ოჯახის შვილი, ოჯახისა, რომელიც იყო რეპრესირებული კომუნისტების დროს. და მამა ჩემმა გამზარდა, სევდით ყვებოდნენ იმ ამბებს 37-ში, როგორ გაასახლეს, როგორ ასმენდნენ ერთმანეთს, შემდეგ როგორ გადაასახლეს უდანაშაულო ხალხი, როგორ გადაიხვეწა ზოგი, როგორ დახვრიტეს. ეს ისტორიები რაღაც ზღაპარივით მესმოდა. დღეს ეს შეზღუდვები როცა შემოიღო ახალმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, ძალიან გავს იქითკენ მივდივართ, რომ 37 წელი შეიძლება მოსანატრებელიც დაგვირჩეს. ის ლეგენდად გვეჩვენებოდა, მაგრამ დააკვირდით, რამდენი სუფლებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს, მაშინ როცა გუშინ კადრებში ვნახეთ, მეტროში გადაადგილდებოდა მოქალაქე, იღბიანი ცემდა და პოლიციას რეაგირება არ ქონდა. მაშინ როცა ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი არ არის, სტუდენტია, არ აქვს მნიშვნელობა საცსწავლოს. როდესაც სტუდენტი ნაცვლად აუდიტორიისა ციხეში ზის იმის გამო, რომ მან აზრი დააფიქსირა, მან განაცხადა, რომ თავისუფალი საქართველო უნდა, რომ მას არ უნდა ისევ რუსეთში დაბრუნება, ამის გამო ვიდრე ჩვენი სტუდენტები ციხეში სხედან, ვიდრე ჩვენი კოლეგები ციხეში სხედან, ჩვენ ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ. და ვინმეს თუ გონია, რომ მათ არ დაუდგებათ ეს დღე ძალიან ცდება. დაილევა მოპროტესტე ხალხი პირველ ხაზზე ვინც იყო და უკვე მიჩვეულს დასმენას მიჩვეულ, ბოროტებას მიჩვეულ ადამიანს საშოვარი რო გამოელევა უკვე მათ მიადგება. ეს გამოიარა ქართველმა ერმა საბჭოთა პერიოდში და ნუ დავბრუნდებით, ნუ შევიზღუდავთ თავისუფლებას. მორალურად არ მაქვს უფლება რომ სხვა ადგილას ვიდგა, იმიტომ რომ გარკვეულ პერიოდში მე ვიყავი ბათუმის უნივერსიტეტში ჯერ დეკანი და მერე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. მაშინ პროექტები ბევრი არ მქონდა და გარკვეულ გაცვლით პროგრამებზე რომ მუშაობდი, ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ევროპაში არ დარჩეთ, თქვენი კომპეტენცია მოახმარეთ თქვენს ქვეყანას. და მე არ მინდა რომ ის სტუდენტები რომ შემხვდებიან საყბედურით მითხრან, რომ რატო დაგვარიგე არასწორად, რომ საქართველოში რეპრესიებია და საქართველო რუსეთში დაბრუნდა. მოდით ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიული მომავლისთვის და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ლექტორებმა, უფროსმა თაობამ. ჩვენს ახალგაზრდებს ხელი არ უნდა მოუქმნიონ.
მადლობა ლელა. და ეხლა მინდა მოვიწვიო ქალბატონი მარინა გორიძე. ხო, მოგმან ქალბატონო მარინა. ცოტა ცუდად ისმის და შევეცდები რომ ხმა გავაგონო ყველას. მოგესალმებით ყველას, ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ჩემს სტუდენტებს, ჯენს თაობას. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ხართ ჩვენი კაპიტნები დღეს, თქვენ ხართ ჩვენი ფლაგმანები დღეს. მე ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ ჩემმა თაობამ ვერ შეძლო ის, რომ თქვენთვის გაბრწყინებული, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო დაიხვედრებია. ჩვენ აქ ვიდექით 1978 წელს ენის თავისუფლებას, ქართული ენის სახელმწიფოებრიობას ვიცავდით. ჩვენ უნივერსიტეტის კიბეებზე ვიდექით, როდესაც მერაბ კოსტავა ზვიადგამსახურდია ჩამოდიოდა. ჩვენ უნივერსიტეტის კიბეებზე ვიდექით, როდესაც ასლან აბაშიძის რეჟიმი ვებრძოდით. ჩვენ ცოცხალ ჯაჭვში ვიდექით აგვისტოს თვეში 2008 წლის, მაგრამ ვერ შევძელით მაინც და ეს ქვეყანა თქვენია, მომავალი თქვენია და ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით ყოველთვის. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ არასოდეს და არც ვიქნები. მე ჩემი პარტია ჩემი საქართველოა, ყოველთვის ვამბობ ამას, მაგრამ მე ვიყავი იქ საბჭოთა რუსეთთან ერთად. სადაც არ მინდა ჩემი საქართველო ისევ დაბრუნდეს, არც დაბრუნდება. ჩვენ გადაგვეწეს მრავალჯერ, გადაგვიარეს მრავალჯერ, მაგრამ ქართული ადამიანის გემი ქართული დოლის პურის გემს გავს, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა გადააწვინო, მაინც ფეხზე დგება. ცივილიზაციები გადაშენდნენ და ჩვენ გაუძველით ამას ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელწოდება რუკაზე მის გეოპოლიტიკურ მასშტაბებში არ ეტევა, მაგრამ მოვედით თემდე, არ დავთმობთ საქართველოს და მინდა ეხლა მივმართო ყველას, ჩემს კოლეგებს, მთელ საქართველოს ვისაც ეხება, ხელი გაუშვით სავარძლებს, ფეხზე დაუდექით საქართველოს და დაუდექით ჩვენს ახალგაზრდა თაობას გვერდით. ეს მარინა გორიძე იყო, მადლობა მარინა და პროფესორ ნანა ტრაპაიძეს ვთხოვთ ახლა და ალბათ შემდეგ გადავინაცვლოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იქ გავაგრძელოთ თუ არა ხართ წინააღმდეგი. მოგესალმებით თვითონსო კოლეგებო, ჩემო სტუდენტებო. ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი საზოგადოების ერთობის თვალსაზრისით, მართლაც არის უპრეცედენტო. აი ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენ არაერთი მასობრივი თავშეყრის მომსწრენი გამხდარვარ და არაერთხელ გვიამაყია ამითი, რომ ჩვენ ეს შევძელით. აი სულ ბოლო პროცესები რომ ვთქვათ 2003 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ეს რაც დღეს ხდება, ეს ყოველგვარი გადამეტების გარეშე ეს არის გაფორმება, რომ ჩვენ როგორც თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება შევდექით და არ დარჩა საზოგადოების არც ერთი შრე, არც ერთი სფერო, რომელშიც აი ამ სამოქალაქო სულისკვეთებამ და სამოქალაქო ცნობიერებამ თავისი თავი არ გამოავლინა მთელი სისრულით, სამოქალაქო და ადამიანური ღირსებით. მე ძალიან მიხარია, რომ ეხლა საუნივერსიტეტო საზოგადოების ნაწილი ვარ ამ შემთხვევაში, ჩემს კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად და მე მინდა ვისურვო, რომ საუნივერსიტეტო პროცესებსაც წაადგეს ეს, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ სახელმწიფოზე, სახელმწიფო შედგება ინსტიტუციებისაგან და თუ ამ ინსტიტუციების ევროპულობაზე არის დამოკიდებული ჩვენი ევროპელობა. მე ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთი მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ დამიშვია წარმოდგენაში, ხა ყველანი ვფიქრობთ, რომ აი რას გვეტყვის ოპონენტი, აი შეიძლება გითხრას ვიღაცამ, რომ სადღაც დამოუკიდებლობის საკითხი, ჯერ უკვე არ არის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის საკითხი, საერთოდ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და ახლა გადაფარულია ეს საკითხი, თორე ის სასაზღვრო ზონა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ შექმნა, იქ რა ხდება, როგორ ხდება, ეგ კიდე ცალკე საკითხი არის, ხო, ხა ნომერ პირველი თემა ეგ არის და სხვა თვალსაზრისით სხვა მიმართულებით ჩვენი მზერა არ მიდის, მაგრამ ზუსტადად სუვერენიტეტის საკითხი და ევროპული ინსტიტუციები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი სუვერენიტეტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ევროპულად მოწყობილი თავისუფალი ინსტიტუციების საფუძველზე. ამიტომ ჩვენ შემოგვიყვანო კოლეგებო, უნივერსიტეტში ამ მხრივ გვაქვს სამუშაო სტუდენტებთან ურთიერთობაში, ჩვენი კვლევების თვალსაზრისით, აკადემიური საქმიანობის თვალსაზრისით და ჩვენი ბრძოლის ველი ეს არის.
მე მინდა ვისურვო, მაინც მე მგონი ბოლო გამოსვლელი ვარ და ოპტიმისტურად დავასრულო, რომ ვისურვო კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება ისე ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფო სასარგებლოდ, იმიტომ რომ ეს ტალღარი შეუქცევად შეუძლებელია ეს ენერგია, ეს იმდენად კონსტრუქციული ენერგია, მაშინ უნდა გააუქმო ყველაფერი და რაღაცა წარმოდგენად არ მინდა რა შეიძლება მოხდეს, რომ ეს შეფერდეს. ეს შეუძლებელია, ეს არის უკვე ძალიან დიდი გამარჯვება. ეს კონსოლიდაცია ზუსტად იმისთვისაა საჭირო, რომ აი კონკრეტულ ინსტიტუციებში რომ ის ევროპული პროცესები უნდა განხორციელდეს, რასაც ადამიანის უფლება ქვია, ადამიანის უფლებაზე და თავისუფლებას დაფუძნებული და ასე შემდეგ, უფრო კომპეტენტური ადამიანები უკეთ ილაპარაკებენ ამაზე. აი ამისი წინაპირობა არის ეს და მე მინდა რომ რაც შეიძლება უფრო მალე მოხდეს და ჩვენი ერთსულოვნება ძალიან ბევრს ნიშნავს, მიუხედავად რომ ძალიან ძნელია, ზამთრის პირობებში ძნელია, სხვა საყოფაცხოვრებო პირობებში ძნელია, მაგრამ მე მინდა რომ ეს ჩვენ შევძოთ. აი ერთ სიტყვა და დავასრულებ. როდესაც ახლა უნივერსიტეტში საკითხი დადგა, რომ სტუდენტები მოვიდეს თუ არა მაშინ აუდიტორიებში ქონდა ეხლა ბრძოლები, კაცო პედაგოგი ვარ, ის ძალიან მნიშვნელოვანია. მეც მიხარია მათთან ურთიერთობა და რა ვიცი, სიამოვნებთ მინდა ვთქვა თუ არა და 1-2 სტუდენტი აქ ჩემი იქნება, რომ იმათაც სიამოვნებთ. მგონია ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მოსმენა და მაგრამ მე ვიფიქრე რომ რაღაც ამ ხალხს მე უნდა ვუთხრა და ცოტა მოდიდო უსტარი გამომივიდა რაც მივწერე, რომ მე ჩემი მხრიდან აღუთხი ხელშეწყობა იმ რაც საუნივერსიტეტო რუტინა მათ რაც აწუხებთ, მაგრამ მეორე მხრივ მოვალე ჩავთვალე თავი მათთვის ამეხსნა კულტურულ აკადემიურ ენაზე ამეხსნა რას ნიშნავს ეს პროცესი პირველ რიგში მათთვის და როგორ არ თუ შეფასება არამედ არაფერი არ არის თუ ჩვენ ქართულ სახელმწიფოში არ ვიქნებით. გისურვებთ გამარჯვებას. მადლობა. ეს დანატრაპაიძე იყო პროფესორი. მადლობა. და მეგობრებო, მე მგონი ახლა გადავინაცვლოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც სხვა კოლეგებსაც მოусმენთ და რა თქმა უნდა ჩვენ სტუდენტების რომ გამოვიდნენ და მოგმართონ საპროტესტო აქცია. უკვე მე-20 დღე იქნებიან მოქალაქეები ბათუმში. თემოსად არის.